გამარჯობა, მოგესალმებით. ეს TV პირველია და ჩვენ გადაცემა პირველამდე წამყვანები ნინო არაზაშვილი და ონისეონიანი გახლავართ. გამარჯობა. მადის დამაქვეითებლებში სიახლეა ამერიკაში ახალი გასახვდები მედიკამენტის რეგისტრირებას ელიან. რეტატრუტიდი სამკომპონენტიანი მედიკამენტია, უფრო ეფექტიანია ორკომპონენტიან მუნჯაროსა და ერთკომპონენტიან ოზემპიკთან შედარებით. სანამ FDA სიმსუქნის სამკურნალო ახალი წამლის რეგისტრაციას გადაწყვეტს, ამ პრეპარატზე სულ უფრო მეტ ინფორმაციას ეცნობიან სპეციალისტები. მედიკამენტი უცდის რეგისტრაციას, რომ მისი ფართო წარმოება დაიწყოს და გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს წონის კლება. რა შედეგები აჩვენა კვლევებმა? რა არის ის მესამე კომპონენტი, რაც წონის კლებაში უფრო კარგ შედეგებს გამოიწვევს? მეც ვიგებთ ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენ მთხოვეთ და დღეს გადაცემაში შემოგვიერთდა პროფესორი ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე. გამარჯობა. მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით, რომ ამ სიახლის შესახებ ახლა ჩვენი მაყურებელი გაიგებს თქვენგან, პროფესიონალისგან, მედიკამენტზე, რომელსაც და არა მარტო ამ მედიკამენტს, ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩვენ ვჯერა, რომ პროცესები დაჩქარდება, ეს უკვე სახეზეა მთელი მიმართულებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამეცნიერო, მათ შორის სამედიცინო და ახლა ჩვენ გვინდა თქვენგან გავიგოთ ახალი მედიკამენტის შესახებ, რომელიც ელოდება FDA-სგან რეგისტრაციას, რომ დაიწყოს მისი ფართო წარმოება. მე უკვე ვახსენე, რომ ეს არის უფრო ეფექტიანი გასახდომი წამალი, პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, ანუ სიმსუქნის საწინააღმდეგოდ შექმნილი წამალი და ჩვენ გვაინტერესებს თუ ის უკვე რაც გავაგებინეთ მაყურებელს ჯობია ოზემპიქსაც და მუნჯაროსაც რით ისჯობს? რა არის ის მესამე კომპონენტი, რაც უფრო ეფექტიანი იქნება წონის დასაკრებად? მე კიდევ უფრო მეტი მაინტერესებს ეს მუნჯაროც და ოზემპიკიც, რატო იყო ესეთი საშიში, როცა გავრცელდა ხმა ზოგადად, რომ ძალიან საშიშიაო. დაუბრუნდეთ აუცილებლად, უბრალოდ ეს ჩემი ინტერესია და ეს მარტო თქვენი ინტერესი არ არის, საერთოდ პაციენტების ინტერესია, როცა მოდიან, იმიტომ რომ თქვენ ხო იცით, რომ ჩვენთან Facebook-ი, ყველაფერი ვისაც რაც უნდა, იმას წერს. არა, იცით რა შეასაქმე, ეხლა არის საერთოდ მედიცინაში და ენდოკრინოლოგიაში ესე ეძახიან ინკრეტინების ერა. როგორც ოზემპიკი, ზუსტად ისე მუნჯარო, ზუსტად ისე როგორც რეტატრუტიდი და ეხლა კიდე მეორე პრეპარატიც რეგისტრირდება, რომელიც არის სემიკარგო. ეს ყველა პრეპარატები სხვა და სხვა ცოტა განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოქმედებაზე. ესე არ არის, რომ მაგალითად თუ გამოვიდა მუნჯარო, უნდა დაგვავიწყდეს ოზემპიკი. აი ამაშია საქმე, რომ ჩვენთან სამწუხაროდ მთელ სოფლიოში ეს ყველა პრეპარატები არის რეცეპტური პრეპარატი. უნდა შეარჩიოს ზუსტად იმ რომელი კონკრეტულად რომელ პაციენტს ეჭირდება. ეხლა მესამე კომპონენტი ეს უკვე გლუკაგონის რეცეპტორებზე მოქმედებს, იმის გარდა რომ GLP და GIP, აი ოზემპიკი ერთი კომპონენტი, მუნჯარო ორი კომპონენტი, კაგრო სემი იქნება ორი კომპონენტი, ოღონდ სხვა ორი კომპონენტი, იქ არის ამილინის ანალოგი და არის GLP-1-ის ანალოგი. ამიტომ ყველა პრეპარატს თითქმის პრეპარატი ეკუთვნის ერთ ჯგუფს, მაგრამ ცოტა განსხვავდება იმათი მოქმედება. ზუსტად ის, როგორც განსხვავდება საშიში, არც ერთი არ არის. იმიტომ რომ საკმაოდ უკვე დიდი გამოცდილება დაგროვდა მსოფლიოში, ერთია რომ კვლევებია, კვლევებში სულ ყოველთვის ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა უფრო კარგი რეზულტატი, ვიდრე მერე უკვე პოპულაციებში. იმიტომ რომ კვლევებში პაციენტი სხვანაირად მიყვება ამ ინსტრუქციებს, არის ძალიან მკაცრად ექიმის კონტროლის ქვეშ და ამიტომ არ ვარღვევს. ეხლა ჩვენთან ვიღაცა და ჩვენთან კი არა როცა თვითონ იღებს ამ პრეპარატს და ექიმთან დროზე არ მიდის, უკვე იქ არის
ცოტა სხვანაირად იქცევიან თვითონ დოზებს, ამატებენ დოზებს, აკლებენ ამ პრეპარატებს აქვთ გვერდითი მოვლენა. ოღონდ ორგანიზმისთვის არ არის საშიში. გაცილებით უფრო ბევრი არის უკვე რაც დადგენილია, უფრო მარგებელი ჩვენთვის, ვიდრე მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეუძლია ჩემ მეზობელი თუ იკეთებს, მოდი მეც იტალიიდან ან თურქეთიდან ჩამოვიდან და ექიმის რჩევით და მეთვალყურეობის ქვეშ კი იმიტომ რომ თითეული მათგანი ითხოვს გარკვეულ ანალიზებს, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, როცა ამ პრეპარატის გაკეთება არ შეიძლება, უნდა მოამზადო ორგანიზმი ჯერ ის, რაც აქვს დარღვეული, მოაწესრიგო და მე უკვე დაუნიშნო და თანაც უკვე იცი კიდე რა უნდა იყოს დანიშნული, რომ ის გვერდითი მოვლენა არავითარ შემთხვევაში არ განვითარდეს. ქავრნელი, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს სიახლე რითიც მე დავიწყე. სიახლეს ახლა გეტყვით, ეს პრეპარატი შეიძლება თქვენ ახსენეთ უკვე, რომ სამკომპონენტიანია ეს პრეპარატი, რომელსაც ველოდებით. მე მინდა რომ ტელევიზორის მაყურებელს ამ სიახლის შესახებ ფართოდ მივაწოდოთ ინფორმაცია. თუ შეიძლება რომ სამედიცინო ენაზე კი არა, უფრო პოპულარულ ენაზე აგვიხსნათ აი ეს მესამე კომპონენტი რაზე მუშაობს და რა ჩვენა კვლევებმა თქვათ, აი რამდენი პროცენტის დაკლება შეუძლია ადამიანს საწყის წონას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანს თუ აქვს ზედმეტი წონა, რა თქმა უნდა, ის რაც კვლევებში იყო ნაჩვენები, იმიტომ რომ იქ ძალიან კონკრეტული ჯგუფები იყო შესული, 28% შეიძლება წონის, საწყისი წონისგან იყოს დაკლებული, მაგრამ ეს უნდა იყოს 40-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი. აი თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ია, რა თქმა უნდა 48% კლება არ იქნება, იმიტომ რომ არ აქვს ეს 48% ცხიმი. და ეს პრეპარატები იცით რატომ მუშავდება? იმიტომ რომ თითოეულ პრეპარატს აქვს თავისი გვერდითი მოვლენა. აი ამ პრეპარატს ზუსტად ისე როგორც კარგოსემის აქვს ნაკლები გავლენა კუნთებზე. ოზემპიკის რეტატრუტიდს ნაკლებად რაც რეგისტრაციას ელოდება ერთი ეს. უკვე თითქმის დარეგისტრირებულია და რეტატრუტიდის ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ ველოდებით, იმიტომ რომ პირველი ქვეყნები სად დაიწყება მისი გაყიდვა არის ამერიკა და დანია. მერე რიგში დგას ევროკავშირი და მარტო აი ზუსტად ეხლაც თითქმის ყველა პაციენტი იკეთებს მუჯაროს, მაგრამ რეალურად საქართველოში არ არის პრეპარატი ჩამოაქვთ სხვა ქვეყნებიდან. ანუ რეტატრუტირებული არ არის წარმომადგენლობა. არ არის ამაზეც საინტერესოა თქვენი პასუხი ამ კითხვაზე, რატომ არ არის აქამდე თუ არის მოთხოვნა? იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იმ ქვეყნებში, სადაც პრინციპში მასიურად არიან პაციენტები და უბრალოდ არ ყოფნის ფაბრიკები, არ ყოფნის რაოდენობა პრეპარატის. ამიტომ როცა შედიან ეგ დიდ ქვეყნებში, როგორც ამერიკა დაუშვათ და დანია, ამერიკა 352 მილიონია, ხო? ჯერ წარმოება უნდა გახდეს ისეთი, რომ მერე გადავიდნენ ევროკავშირში და მარტო მერე საქართველოს პატარა ბაზარი არ აინტერესებს. არც ბაზარი აინტერესებს 3 მილიონი. არც იციან რომ ეს საკმაოდ ძვირი პრეპარატებია და აქედან გამომდინარე იციან რომ დიდი გაყიდვები არ იქნება, თუმცა ოზემპიკი უკვე დარეგისტრირდება და ოზემპიკი ოფიციალურად შემოვა, იმიტომ რომ Novo Nordisk-მა თავის დროზე დაამატა ფაბრიკები და იმის გამო რომ ბაზარზე კიდევაც გაჩნდა სხვა პრეპარატები, ოზემპიკი თავისუფლად უკვე ჩვენთანაც შემოვა და აქვთ ამის საშუალება. ამის გარდა ძალიან ბევრი ჯენერიკი შემოვა, იმიტომ რომ ოზემპიქს პატენტიც დამთავრდა. აი ნახეთ, რამდენად არის უკვე შესწავლილი ოზემპიკი, რომ პატენტიც უკვე დამთავრებულია და ბევრი არის ჯენერიკი. ნუ არის ჯენერიკი, რომელსაც აქვს ყველა, რა თქმა უნდა, საბუთი და იმ ჯენერიკების შემოტანა იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაშვებული. აი სამკომპონენტიანი, ისევ მინდა დაუბრუნდეს სიახლეს, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს მესამე კომპონენტი, აი ადამიანებმა ჩვეულებრივ პოპულარულ ენაზე რომ გავიგოთ.
რაზე იმუშავებს ის მესამე კომპონენტი? რაზე არის პასუხისმგებელი? რამაც შეიძლება უფრო ეფექტიანი გახადოს ის ორ კომპონენტიან მუჯაროსა და ერთ კომპონენტიან ოზემპიკთან შედარებით? აი ის მესამე კომპონენტი აძლიერებს მოწესრიგებას კონკრეტულად ლიპიდური ცვლის. Დაუშვათ პირველი კომპონენტი, რომელიც გლუკოზაზეც მოქმედებს მადაზე, მესამე კომპონენტი ზუსტად გლუკაგონის რეცეპტორების რომელიც არის, ის აძლიერებს ლიპიდურ ცვლას და უფრო როგორ გითხრათ, პრევენციისთვის, გულსიზარდთა სისტემისთვის უფრო კარგი არის, იმიტომ რომ გადაყავს ლიპიდები აი ნორმალური ლიპიდურ ცვლამდე. ანუ ლიპიდების წვა და ჩალაგება ხდება უფრო ფიზიოლოგიური და რა თქმა უნდა, ესეც ცოტა, მაგრამ ძალიან ცოტა მადას აძლიერებს. აი მადას ამცირებს. მადას ამცირებენ აი ეს ორი კომპონენტი, რომელიც მუჯაროშიც არის და აი ეს მესამე უფრო კონკრეტულად ლიპიდურ ცვლაზე. თუმცა ესე არ შეიძლება რომ ვთქვა, ჯერ გამოცდილება დიდი არ არის და კვლევებში რაც გაჩნდა, იმასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მაგალითად, ამ პრეპარატს დიდ დოზებზე, აი სადაც თქვენ რასაც მეკითხებით, სადაც იყო -28% და როგორც გამოაცხადეს ახლა ადაზე კონგრესზე და როგორც იწერება, რომ შეუძლია არის წონის წონის კლება, რომ შეიძლება ზუსტად იგივე აქვს ბარიატრიულ ქირურგიას 23-28% წონის კლება და ამიტომ ამბობენ, რომ უკვე რაღაც მომენტამდე სანამ აუცილებელია და არის ამისი კრიტერიუმები, რომ უკვე განიხილონ ბარიატრიული ქირურგია, შეიძლება რომ შეცვალოს. კი, მაგრამ იქ არის ლაპარაკი დიდ დოზაზე და იმ დიდ დოზას აქვს გვერდითი მოვლენები. გარკვეულ 20%-ში პაციენტებში, რა თქმა უნდა 100%-ში არა, მაგრამ 20%-ში პაციენტებთან აძლიერებს პერიფერულ ნეიროანგიოპათიას. თქვენ ახლა გინდათ ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ თუ ეს ახალი სამკომპონენტიანი მედიკამენტი ჩაეშვება ფართო წარმოებაში და გახდება ხელმისაწვდომი, შეიძლება რომ განიხილოს როგორც ბარიატრიულის ალტერნატივა? ნამდვილად არ მინდა რომ ზუსტად ესე ვთქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ რომელიმე მეთოდი მთლიანად ცვლის მეორეს. ბარიატრიული ქირურგია მაინც იქნება აქტუალური, იმიტომ რომ ყველაფერი სულ უნდა იყოს განხილული ინდივიდუალურად პაციენტთან. იმიტომ რომ ამ ინკრეტინებიც არის, რომელსაც უნიშნავ და არასდროს არ გაგიგიათ, რომ პაციენტი ამბობს, მეც ვიკეთებდი და აბსოლუტურად 9 კილოს გარდა არ დამიკლია და მაინც მადამრჩებოდა. იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ერთი პრეპარატი იქნება პანაცეა. მაგრამ გარკვეული რაოდენობა პაციენტების, რა თქმა უნდა, დარჩება ამ პრეპარატებზე. ოღონდ და არ დაჭირდება ბარიატრია, გარკვეული რაოდენობა. ოღონდ ისინი, ვინც არ შევა იმ 20%-ში, სადაც იყო გვერდითი მოვლენა და კიდე იცით რაშია საქმე, ეს განიხილება, რომ დაახლოებით 70%-ში პაციენტებთან, ვინც იწყებს ამით მკურნალობას, ეს უკვე როგორც ინსულინის სამუდამო მკურნალობაა. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ მიაღწევთ ნორმალურ წონას და მოხსნით, გარკვეულ პერიოდში ყველაფერი რაც იყო დარღვეული ორგანიზმში, ისევ დაირღვევა და ისევ დაიწყება ნელ-ნელა წონის მომატება. მუდმივი მომხმარებელი შეიძლება გახდე ამ პრეპარატებს? ამ პრეპარატების ძირითადად იგივე მუჯაროს და ოზემპიკზე, სადაც უკვე დიდი ხანია ჩვენთან ბოლო წლებიდან, მაგრამ იქ სადაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში არიან პაციენტები, ვინც მუდმივად ამ პრეპარატებზე არიან გარკვეულ დოზებზე. ამ პრეპარატსაც ონისეთ. არა, უბრალოდ საინტერესო საკითხს განვითარებდი შენ, უბრალოდ მე მინდოდა ჯერ სიახლეზე კონცენტრირებული ყავდა. ძალიან საინტერესოა ეს გვერდითა მოვლენები, რაც ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა მომივარდა. გვერდითი მოვლენები. ანუ მუდმივად ამ ყველაფრის კეთება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არის მავნებელია, აუნებელია, უბრალოდ უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან და აქედან გამომდინარე მერე უკვე უნდა გადაწყვიტოს, თუ მაგალითად ის წყვეტს მის მოხმარებას. ძალიან მალე ხდება მისი წონის აკრეფა, ისევ ინდივიდუალურია.
ვიღაცასთან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს შედეგს, შეიძლება 9 წელი და 1 წელი და ვიღაცა უბრუნდება წონას 2-3 თვეში. იცით, ეგ უკვე არის დამოკიდებული იმაზე, აი კვებითი აშლილობა ფსიქოლოგების მხრიდან არის სხვა და სხვა მიზეზი კვებითი აშლილობას. ეს უკვე არის დამოკიდებული იმაზე, რომელი კვებითი აშლილობა აქვს. არიან ადამიანები, ვინც მაგალითად მე როგორც პროფილაქტიკა წელიწადში დაუშვათ, 1 თვე იკეთებენ და გრძნობენ, ინარჩუნებენ წონას და არის ადამიანები, ვისთანაც ამიტომაც მე 70%-ში. ნუ ეგ არის ამერიკაზე ლაპარაკი 70%. ეხლა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ის ჩვენთან არის სიმსუქნე, მაგრამ ისეთი კატასტროფა როგორც არის ამერიკაში, ჩვენთან ნამდვილად არ არის. სტატისტიკას დახნობით შეგიძლიათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, სტატისტიკით და ნინო თუ ჩადიხართ ქუჩაში რომ მიდიხართ, გამხარს უფრო ნაკლებად ხედავთ, ვიდრე მე სხვათა შორის ძალიან მიყვარს ამერიკაში ჩასვლა, იმიტომ რომ იტალიაში და საფრანგეთში მე ვითვლები, რომ ნუ მსუქანი ვარ და ამერიკაში რომ ჩავდივარ, ისე კარგად გრძნობ თავს, იმიტომ რომ თურმე იქ მე ვარ გამხდარი და ვაძლევ ჩემ თავისუფლებას, რომ ყველაფერი შევჭამო, გავსინჯო და რომ ჩამოვდივარ სოღოლთის მაქვს მომატებული წონა. სხვათა შორის, როცა მეც ვიყავი და ვაკვირდებოდი ამას და რატო დავაკვირდი, როცა დიდ სუპერმარკეტში შევედი, იყვნენ ეს ცოტა არ მინდა მსუქანი ვთქვა, ფერხორციანი ქალბატონები და სულ აკვირდებოდნენ გარკვეული ადამიანები აკვირდებოდნენ ამას რა წერია და რა შემადგენლობა აქვს პროდუქტს გულისხმობ და გარკვეული პირდაპირ ისე ფუმფულა ადამიანი ყიდულობდა პირდაპირ და არც აკვირდებოდა. მე როგორც აღმოვაჩინე, რომ იქ თურმე არის რაღაც შემადგენლობაში ისეთი რამ, რომ ამ სწრაფ მატებაში უწყობს ხელს. თუ ეს თუ მე შევცდი თუ ვწდები არა თქვენ არ ვწდებით ეხლა პროსტა ის კი არ სწრაფ მატებაში უბრალოდ არსებობს გარკვეული დანამატები რომლებიც აი სინამდვილეში თქვენ რომ მიირთვით და დიდი პორცია მაინც გრჩება შეგრძნება რომ ჯერ გშიათ და რეალურად არ გშიათ მაგრამ ჭამთ იმიტომ რომ აი ეს დანამატი იწვევს აი ამ მადას ამიტომაც სხვათა შორის ნუ არ მინდა რომ დავასახელო, მაგრამ გარკვეულია ეს ფასტ-ფუდები როცა არის ყველა ხმარობს მიაქციეთ ყურადღება ამ ხელა ბურგერს შეჭამს და ხო ნამდვილად აღარშია, მაგრამ მეორე საყოლებს და მესამეს, ანუ პირდაპირ რომ მიდის, უკვე ყიდულობს ორ ცალს თავისთვის, იმიტომ რომ ვერ ნახდება ნორმალურად ადამიანი და ამას აკვირდებიან და კიდე ამერიკაში ზოგიერთი, ნუ ქალბატონები და მამაკაცები, ვინც უკვირდებოდნენ თავის წონას, სულ უყურებენ კალორიას. რა თქმა უნდა, არ არის ფაქტი, რომ რაც კალორიაში წერია, რომ ადამიანი თვისებს იგივე კალორიას, იმიტომ რომ ჩვენ სამივე ახლა რომ მივირთვათ სნიკერსი, რომელსაც დაუშვათ არ მახსოვს, აწერია 400 თუ 500 კილოკალორია. აი თქვენ აითვისებთ თქვენი წონიდან გამომდინარე, მარტო სადღაცა 90-100-ს და მე მაგალითად ავითვისებ 300-ს. და ადამიანს რომელსაც აქვს მე-4 ხარისხი სიმსუქნის ის არ დატოვებს არც ერთ კალორიას, 500-ვე კალორიას აითვისებს და მარაგში გადაიტანს. აი ეგ არის, რომ სიმსუქნე არის დაავადება. მადლობა, ღმერთს მართალია, ვინც დაარსა საერთოდ საბჭოთა კავშირში ენდოკრინოლოგია ჩემი მასწავლებელი იყო აკადემიკოსი ბარანოვი, მაშინვე ამბობდა. პირველი ვინც ამბობდა მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე რო არის დაავადება, მაგრამ მე საქართველოშიც რო დავბრუნდი სადოქტოროს მე ყველა ამბობდა რატო ეს ქალი მაინდა-მაინც ამ სიმსუქნეზე აი ესე დაიწყო მუშაობა და ასწავლის ახალგაზრდებს. იმიტომ რომ ითვლებოდა პირი დახურა და არაფერი არ მოგივა. არ არის ეს. ვერ გააკეთებ, ხო, ვერ შეძლებ ახლა ეს. მარტო ეგ არ არის. იმ ადამიანებს ნაკლები აქვს ენერგიის ხარჯვა. აი ჩვენ რო ავიღოთ და ეხლა გავიაროთ 5 მეტრი. ყველა დავხარჯავთ აბსოლუტურად სხვანაირად ენერგიას. თქვენ დახარჯავთ უკეთესად. ზუსტად ისე როგორც შეწოვების პრობლემა არის. და მე
მე აი ეს დასაწყისში რაც იწყება მე გრძნობა იმის მიმართ რომ აი მე ეს მყოფნის და მეტი აღარ მინდა იკარგება მე ნახეთ როგორ ყველა ჭამს ეხა 5 წუთი მაქვს მოდი სასწრაფოდ არც აკვირდებიან გემრიელია არ არის გემრიელი ძალიან ბევრჯერ აი თქვენი კოლეგა რო შემოვა ლანჩის მერე გკითხეთ რა შეჭამა დაფიქრდება 1-5-10 წუთი იმიტომ რომ აღარ ახსოვს იმ მომენტში რა შეჭამა ხო და ისა რომ შევადაროთ ეხა მაინც ის ახალი პრეპარატები რომელიც ეხა სიახლეთ გამოდის და რეგისტრირდება სულ მალე თითქმის დარეგისტრირებულია როგორც აღვნიშნეთ თვითონ ეს მადის დაქვეითებაში უწყობს მადას უკრობს აღარ ჭირდება თუ იმიტომ რომ მე მინდა შევადარო ვინც ქულებს აგროვებს ქულებს კითხულობს ანგარიშობს და ქულებს ხო კალორია ხო, კალორიებს, სწორია, ხო, კალორიებს. ანუ ამასთან რამე ახლოს არის ამ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე რო თუ იმით კვებას ვიწყებ, გარკვეული ესე შემიმცირდა, ხო, მადა არ მაქვს მადა, ვჭამ ცოტას, ანუ აქ კალორიებთან რამე კავშირშია ამის ეს რაზე ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, რომ ეგ ერა რატომ არის ახლა საკმაოდ აქტუალურია და პირდაპირ ესე იწერება, რომ კონცეფცია ერა ინკრეტინების შეცვლის მთლიანად ყველაფერს და არა მარტო სამედიცინო სფეროს. ამაზე იმუშავა 58-მა ექსპერტმა და სხვა წარმოებაც იღებდა ამაში მონაწილეობას. ადამიანებს აღარ აქვთ მოთხოვნა ამ პრეპარატებზე, სხვადასხვა ეს ეხება მუჯაროსა და ოზემპიქს, არა აქვთ მოთხოვნა ცხიმიანი საჭმლის, არა აქვთ მოთხოვნა ფასტ ფუდის, იმიტომ რომ მადასაც უცვლის ადამიანს. შეიძლება კი შია, მაგრამ მაცივარს რო გამოაღებს, აი არ იცის რა იყოს, იმიტომ რომ ტიპიურად რაც ქონდა მანამდე ჩალაგებული მაცივარში უცებ ხდება, რომ ეგ არ უნდა. ამიტომ მაგალითად იმ ქვეყნებში, სადაც უკვე დიდი ხანია მკურნალობენ, სადაც ანაზღაურებენ ამ პრეპარატებს და არა მარტო დიაბეტის დროს და არა მარტო იმას, ვისაც ინფარქტი ქონდა გადატანილი, ხო, უფრო ფართოდ. იცით რა მოხდა? აი ეს მაღალკალორიული და დაბალფასიანი საკვები ჩაწვა მაღაზიებში და ფუჭდება. ამიტომ ახლა წარმოებაც არის გადახედვაში რა უნდა შექმნან რა პროდუქტები და რა კალორიებით. იმიტომ რომ ცნობადობის ამაღლება მე მგონი ხო მაინც როგორც ახლა თქვენგან ვისმენთ ექიმისგან რომელიც მუდმივად ჩართული ხართ თანამედროვე მიგნებებში პროცესებში ხართ აქტიურად საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე ჩვენ თქვენგან ვიგებთ რომ ზოგადად კონცეპტუალურად შეიცვალა მიდგომა ხო მათ შორის წარმოებლებიც კი გადახედავენ თავის საწარმოო პოლიტიკას თუ მე უკვე აღარ ვირჩევ ისეთ ცხიმიან ან იმდენ რთული ნახშირწყლებიან ან მაღალი კალორიების მქონე პროდუქტს და ჩემს მაცივარში შეიძლება ასეთი პროდუქტები უკვე ნაკლებად ხდება ხო მაშინ წარმოებლებიც კი დაფიქრდებიან რა შეიძლება აღმოჩნდეს მათი საომავლო გეგმებში კი ამის გარდა არის მთელი პროგრამები ეხლა როგორც აი ჩვენ რო ვლაპარაკობდით რომ პრესიმსუქნე იქნება ეგეთი ცნება ეგეთი დეფინიცია უკვე არის ეხლა შედიან სკოლებში ეხლა მაგალითად ევროკავშირში და ამერიკაში უკვე მუშაობენ იმაზე რომ სტუდენტურ სასადილოში და სკოლებში რა პროდუქტები რა სალათები და რა აწი გაიყიდება ანუ ეგ მთლიანად აი ეგ ერა მთლიანად შეცვლის ძალიან ბევრ კიდე სფეროს როგორც ხელოვნური ინტელექტი ხო ცვლის ძალიან ბევრ რაღაცას ზუსტად ესეც იმიტომ რომ ძალიან დიდი პოპულარიზაცია მიდის და როგორც წამყვანი ქვეყნები თვლიან რომ ამ პროგრამებში იმიტომ რომ შექმნილი არის სპეციალური ფონდები აი ევროკავშირში არის ფონდი რომელიც ამ ქვეყნებში ნაწილდება და არის PR კომპანიები ტელევიზიაში სკოლებში ყველგან იცით რატომ იმიტომ რომ გამოთვალეს რომ აი ეხლა აქ თუ
სპრეზე ხარჯავენ დიდ ფულს, მე ძალიან დიდი თანხები თავისუფლდება, იმიტომ რომ პაციენტი ნაკლებად ხდება კლინიკაში გართულებების გამო, რომელიც სიმსუქნეს დღესდღეობით ახლავს და მე ჭირდება კიდე სადაზღვევს, რომ ზოგჯერ 12 და ზოგჯერ 18 პრეპარატი აუნაზღაუროს, იმიტომ რომ იქ გულის პრობლემა, იქ ფეხის პრობლემა, თვალის პრობლემა არ ჩერდება, არ გვარდება სანამ სიმსუქნე დააზიანებს კონკრეტულად ორგანოს. პრეკლინიკურ ფაზაში ურჩევნიათ ჩაიდოს მეტი თანხები, რომ ადამიანი მეტად აღარ გასუქდეს, სწორედ მივხვდი ხო? და არ მოხდეს გართულება. ურჩევნია ზოგიერთ სახელმწიფო სხვათა შორის დადგა უკვე საკითხი, რომ აი ეს მადის დამაქვეითებლები და სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატები დააფინანსოს სახელმწიფო. ეხლა ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობთ, ბავშვებისთვის ვითხოვდით წამალს ამდენი ხანი და ჯერ კიდევ ველოდებით, რომ ნამდვილად შემოიტანონ დუშენის სინდრომის ბავშვების საგულშემატკივროდ. ვიხსენებ, რა თქმა უნდა, ამ თემას, მაგრამ არსებობს უკვე ქვეყნები, სადაც ამ პრეპარატებს სახელმწიფო აფინანსებს. იმიტომ რომ არ გამოიწვიოს მე კლინიკური შედეგი. კლინიკური, იმიტომ რომ ხდებიან, რომ საავადმყოფოში ყოფნა პაციენტის ოპერაციები, ყველაფერი უჯდება ბევრად უფრო დიდი თანხა. ამიტომ სხვათა შორის, ნუ ეხლა ამერიკას სხვა დაფინანსება აქვს და თქვენ კარგად იცით, რასაც ხარჯავენ მედიცინაში. ევროპაში შეიქმნა ფონდი. ევროსაბჭომ ყველა ქვეყნებმა დადეს თანხა, რომელიც განაწილდა იგივე ქვეყნებზე, რომ აი ეს პრევენციის კომპანიები დაიწყოს. და მაშინ აი ეს როცა იწყება პარალელურად სადაზღვევები იწყებენ დაფინანსებას სიმსუქნის დროს უკვე ამ პრეპარატების, იმიტომ რომ სანამ არ იყო ორგანო დაზიანებული, მანამდე ამ პრეპარატებს არავინ უფასოდ პაციენტს არ აძლევდა. უნდა ქონდოდა ან შაქრიანი დიაბეტი, ან გულის დავადება, ან თირკმლის დავადება უკვე გამოწვეული და დაკავშირებული სიმსუქნესთან, რომ დაფინანსეს ეს პრეპარატები და ეხლა სანამ ეს მოხდება, სადაზღვევები აქეთ გადმოისვრენ თავის თანხებს, ზუსტად იმის გამო, რომ ეს ფონდი აკეთებს უკვე ამის პოპულარიზაციას. ხო, საფრანგეთის ჯანმრთელობის ჯანდაცვის მინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ გააკეთა სხვადასხვა განცხადება ტელეეთერით და უკვე განაცხადა, რომ 15 ივნისიდან რეალურად აი გუშინდელი დღიდან, ხო თუ გუშინწინდელი დღიდან უკვე აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება, რომ ასეთი ტიპის სიმსუქნის საპრევენციო პრეპარატების დაფინანსება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მინიმუმ 65%-ით და არ მეშლება ეს ციფრები ახლაც ჩავხედე. საფრანგეთიც ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, სადაც სახელმწიფო პრევენციისთვის